აღჭურვილია 6 და 5 ლიტრიანი V12 ლაფერარი ჯობს რომელიც გამოიმუშავებს 830 ცხენის ძალას და 612 კილოვატ ტოროს. ატეფის ეგ ინფორმაცია რა 1725 კილოგრამი. არ გვაინტერესებს. დასაგებია თუ შეგიძლიათ რომ დაქოქოთ და გამოიყენოთ წინ რომ კადრები მინდა ოფიცრები. აიწიეთ ხოლმე. აი არ გაიწევა. კაპა დააბუქსავ. მე ცოტა ხა დააბუქსავა. კაპოტი როგორ მეკავა? დააბუქსავ რა დააბუქსავ. მანქანას ვერ კოქავჯიგი. კაცია. მადლობა გიხდეთ. ამას. აკეთ ვიდ. აბა მის პატრონი ვინ არის? ოპ, ინახნია ასეთი ფერარი, ინახნია. არ ვიძახია, მაგრამ ძალიან დადექილს. ეგა აუ, ნიღაბს გავიკეთებ თუ შეიძლება რა. აი, ჩაფხუთ გავიკეთებ. აი, ეგრე. წერი გამებაგა. ვიშოსაუბრებით რომ გავეცადოთ. გამარჯობათ, მე ვარ ტოტო სალამანკა, მთავარი სამოთხოვნოს ადმინისტრატორი. ტოტო, რა მაქაითხებ დღეს სამგელი 1-2 სიტყვით რომ გითხრათ. ეს არის Ferrari GT 250 კალიფორნია სპაიდერი, ბატონო. დიახ. თქვენ მანქანას 10 და რამდენი კუნჩია მასებით? და რა არის გამორჩეული თქვენ მანქანაში სხვებიდან სხვა რამდენი მანქანა? ჩემ მანქანას 10-დან 9 ქულა, იმიტომ რომ მაინც 10 არ დაუწერ, იმიტომ რომ ეს ჩემი ოცნების მანქანა არ ყოფილა. ხოლო რაც შეეხება განსხვავებული ტიპის მანქანაა, ძალიან იშვიათია. ძალიან ძველი მანქანაა ესე რომ თქვა, აი აგერ ძალიან კარგი ძრავი უდგას ძველი კუნთები. და რა თქმა უნდა ერთ-ერთი ესე რომ თქვა შედევრი მანქანაა Ferrari-სგან შექმნილი. მაშინ ამ მანქანის გარდა რომელ მანქანას გაამარჯვებთ თქვენ? აი ეს მანქანა მაგრად მომეწონა პაგანი რო აღენია გვერდზე. აქეთ. აი ეს შავი ძალიან მაგართან პიროვნება მითხრა წეგან მესაუბრა რომ უშუალოდ იტალიაში გააკეთა ეს წიუნინგი რა. სუკარბონია. თქვენი ბოლომდე წიუნინგებულია? დიახ. შეძლებს დაგვარად. ძრავი მოხრუჭები ყველაფერი გაძლიერებული აქვს. ეხლა ვცდილო ფიქრობ რატომღაც რო ცოტა კლასიკური ესე რომ ვთქვათ სტილი დაუბრუნო, იმიტომ რომ ეს განათებული დისკები ასე შემდეგ რატომღაც გონია რომ ძალიან არ უხდება მანქანას, დიახ. დაუბრუნებ კლასიკურ ესე რომ ვთქვათ ქართულზე დავაბრუნებ რა ვიზუალის პროექტ, რომ რაც შეიძლება ავთენტური იყოს. ნამდვილად ორიგინალს შეგვიძლია არაფერი. დიახ. კარგით, მადლობა ინტერვიუსთვის და ჩვენ დაგიბრუნდებით შეფასების შემდეგ. პლუს 1 ლაიქია მანქანას. პლუს 1. ყავს პატრონია. ჩემი უპიცა არის ეს. კაი, ეს გადავიღოთ და გადავიღეთ. მე წლის ბოლოს პრიკოლებში შევშვა. დაგიქოთ მე გამიკეთე. მოდი. არ წახდები. გამარჯობათ, თუ შენ. გამარჯობათ. ცოტა ბულყავდება. დიახ, მე ახლა ვარ სეკრეტარი. კიდევ ერთხელ გასაგებთ. თქვენ მანქანა ხო ეს? დიახ, ჩემი უპიცა არის. თქვენი მკვლელია ქართულად რომ ისაუბროთ და რატომ ფიქრობთ თქვენ რომ აი ამდენ მანქანაში ნახეთ ამდენ მანქანა. მანქანა უნდა გაიმარჯვოს. მე? ალბათ იმიტომ რომ მუძლიერესია ჩემი მათ შორის. აჰა, უძლიერესია რა მხრივ? აი რა აქვს თქვენ მანქანას? ნებისმიერი მხარე აზგნებავთ. ერემიჭკები. ჩებურეკი. ძრავი, ჩიბურეკი, ხაჭაპური. ყველა. აჰა, ძრავი. ბოლო რა შეიძლება? მაქსიმალური სიჩქარე რა აქვს? ეგეც ყველა. 35. მაქსიმალ გაწურული. უნიკალური მანქანა სწორედ, როგორც ხედავთ სულფას მაყურებელო, ჩვენთან ყველანაირი მანქანა არის წარმოდგენილი. არ აქვს ნიშნობა თქვენ რა მანქანა. ერთი წელი და იშლება. ერთი სუპერკარებიდან დაწყებული, აი ამ მანქანები დამთავრებული და შემდეგში როცა ჩავატარებთ გარკვეულს, არავის არ მოგერიდოთ, ყველა მოგწადით როგორც ხედავთ, აქ თავისუფალია მოსვლა და იუჯეტური მანქანა. ეს გამიხარდა ეს რასაც ბრძანეთ ბატონო. კარგად ზრდებოდით ბატონო. რაღაც არ მოეწონა გონი.